დღემში გავითიშე თუ ჩავერთე ვარ ეთერში სპონიგი თუ რამე და შემოსვლას ვერ დაველოდები, იმიტომ რომ დრო არ მაქვს ბევრი ვილაპარაკებდა თუ არ ვნახო და დღეს არის მეგობრებო 15 იანვარი და ახლა არის 2:10 დღის. მოკლედ გილოცავთ კიდე გუშინდელ კალანდობას დღეს კუჩხარი, ასე ვთქვათ, კუჩხაბედინერია და ასე შემდეგ. რა ვიცი, აბა ნახოთ კი არა, წელს ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი რამ გადახალისდება და ვართ ახალის მოლოდინში, მაგრამ მანამდე ჯერ კიდე ბევრი რამ არის გასავლელი, რომ მოხდეს ეს ყველაფერი, შეიძლება ბევრმა წლის ბოლოს ეს ვერ იგრძნოს უბრალოდ. მაგრამ იქნება ცვლილებები. მოკლედ მეგობრებო, დღეს მინდა გელაპარაკოთ მსოფლიო პოლიტიკაზე, ასე ვთქვათ, და მე როგორ და რანაირად არის ის ჩვენთან დაკავშირებული. გონი არა ვარ და ყველა ვლაპარაკობ. ვარ ეთერში? რაღაცა რა ვინათ ჩანს, მგონი რაღაცა გამოჩნდა, კი. მოკლედ მეგობრებო, ასეთ იმას შევესწარი, მოსალოდნელიც იყო ეს პრინციპში, მაგრამ მე მინდა კიდე ყურადღება გავამახვილო აი ამ დეტალზე, რომ არის ქართველების ჯგუფი კი რაღაც მასა, რომელთაც უხარიათ, რომ აი ტრამპმაო ის ვენესუელა, ის მადურო რომ მოიტაცა, რა მაგარი გააკეთაო და ეხლაო ირანსაც დედას უდირებსო. ხო და მე კიდე ჩვენსაც რა ქვია, ასე ვთქვათ, მოაგვარებსო სიტუაციებსო. გესმით, ამაზე მინდა ეხლა ეს ყურადღება გავამახვილო. მაგრამ ძირითადში ეს რა ხალხია და რა მასა არის, ეს ისედაც უკვე ვიცით, მგონია, ხო? ეს არის ყველა ის ნაცისტი გონები და სულით, რომელიც ეთაყვანებოდნენ, ასე ვთქვათ, ამერიკას და ევროპას, ხო? და ერთი უცებ, რომელიც იყვნენ ანტი-ტრამპისტები, უცებ გახდნენ ტრამპისტები. გესმით? არა და გინდა კაცო ადამიანები იყვნენ ის იმ დროსაც კიდე რომ ბაიდენი, რაფერო კაცო ბაიდენი რა მაგარი კაცი არისო. ბაიდენი არის რა მაგარი კაცი, თქვენ წარმოგიდგენიათ. ხო? კარგი. ესე იგი, მეგობრებო, ის რაც გაკეთდა ვენესუელაში, ეს არ გახდათ სამხედრო ოპერაცია. ხო? ხო ვიცით რა, არის სამხედრო ოპერაცია. ეს იყო ადამიანის მოტაცება, ჯერ ერთი. თუ ამას ასეთნაირად ამ სტილში და ჭრილში უყურებთ, ხო, ეს არის ადამიანის მოტაცება და არა ვიღაცის და ხო გასაგებია რა. მაგრამ თუ იმაზე არ ვფიქრობთ, რომ იქ იყო რუსეთის სერიოზული ნაწილები, ხო, იყო, ხო? რა თქმა უნდა, იქ დაზვერვაც იქნებოდა და რა თქმა უნდა, იქ იყო აგრეთვე სპეციალური დანიშნულების რაზმები, სერიოზული. ხო? და არა მარტო მათი. და აი ესე ადგენენ, აიყვანეს ეს კაცი და ერთი თვე არ ვარ გასროლ და ისე წაიყვანეს. თუ თქვენს იმაში ასე ვთქვათ, ეჭვებს არბადებს. მე იქ უცებ მოამზადეს ხალხი, რომელიც მადურას მოწინააღმდეგები იყვნენ, რა თქმა უნდა ეს ნებისმიერ სახელმწიფოში ასეა. ხო და უცებ ანახეს ის კადრები, რომ აი თურმე ნახეთ რა კარგი საქმე გავაკეთეთ და ისა რა ქვია, გავანთავისუფლეთ ქვეყანა აი ამ ნარკოდილერებისაგან თუ რა თქმა უნდა ეს იყო ყველაფერი მოგონილი ბლეფი, ისე როგორც ერაყში და სხვა და სხვა და სხვა, ხო? და ყველამ ხო ვიცით ახლა აშკარა არის კაცო ამბობს ის კარი გახსნილი
კარტით გეთამაშება მთელ მსოფლიოში. წავიდა ის უკვე ვითომ რაღაცით რო ყოფებდნენ და მე სხვა რაღაცა რო იგულისხმობდა, რო კეთდებოდა და სხვას კიდე რო გვეუბნებოდნენ ჩვენ მესამეს. არ არის უკვე ეს დრო პირდაპირ ყველანი აშკარად გვეუბნება კაცო, მე მჭირდებაო ნავთობია კაცო იმ კაცმა. მსოფლიოში ნომერი პირველი ტერიტორიულად და მასით მფლობელი ამ ნავთობისა, ხო? ეს მჭირდებაო ამბობს ეს კაცი და ხა ნარკოდილერები ეს იყო მოგონილი რაღაცით ხო უნდა გაებრიყვებინა ვიღაც მასა ხალხისა, ხო? და მსოფლიო კიდე ვითომ. ეს იყო შირმა ყველაფერი. ხო, და მე უცების ის დაამატეს მეორე დღეს იყო თუ პირველ დღეს მეორე დღეს იყო რომ აიო ნახეთო როგორო რუსის ტანკერი მოდიოდო და დედაუტირაო იმ არაკია ამერიკელებმა. ეცეს რა თქმა უნდა დააჯერეს, მაგრამ იმას კი არ კითხულობდა ხალხი, რომ იმ ტანკერზე 20 უკრაინელი იყო და 2 რუსი აღმოჩნდა მხოლოდ. გესმით? ეს ისე გაბრიყვება ხალხისა, აი წინათ მე რო აგიხსენე თუ გახსოვთ, აი რუსკი კარაბლი იდი ესადა ხო იცით ხო? რომ ვითომ ის რო დაბომბეს რუსების გემი. ეს რა თქმა უნდა ბლეფი იყო და ეს აგიხსენეთ მე თქვენ და თუ არა და კიდე გაგახსენებთ ახლა რომ იქ ოჩაკოვოსთან იყო უსერიოზულესი ამერიკული ბაზა, უსერიოზულესი და პლუს ნატოს ჯარები და ერთი ამბავი რაღაცა, ხო? ნუ ბაზა იყო რა სპეციალური. იარაღებიც იქიდან შემოდიოდა და იარაღის დამზადებას და ყველაფერი. და აი იმ შესასვლელში ახლა მე ამას ვერ აგიხსენეთ, მას ზეპირად ვამბობ რა, მანამდე განახეთ ყველაფერი. იქ იყო შესასვლელი, ყურე ქვია მაგას, ყურე გამიგე და ამ ყურის სიგრძე, სიგანი უпроსწორად იყო 101 მეტრა. თუ 110 მეტრა, ნუ რა მნიშვნელობა გეხდა. ხო? და რუსებმა გამოიყვანეს ესე იგი გემი რომელიც იყო ზუსტად აი ამ ფორმატის ის რა ქვია დამაკმაყოფილებელი და მიაწერეს მას მოსკვა სპეციალურად დააყენეს იმ ადგილას ამათმა კიდე ურახუნეს და ვაშა ჩავძირეთ გემი და მოკლედ რუსკი კარაბლი მე გადააფორმეს სხვანაირად რაღაცები და მოკლედ 1000-ნარი ვიდეო მიაბეჭი ხო და ეს იყო მანიოვრი სადაც ამათ სპეციალურად ჩააძირვიეს ეს გემი რომ გადაეკეტას ეს ისა რა ქვია ყურე რომ ისა რა ქვია იარაღი და ყველაფერი ნუ პრინციპში გზა გადაუკეტეს რა ამერიკელებს ამ ბაზიდან ამის მომარაგებისა იმიტომ რომ ჩაიძირა ამ ხელა გემი ფაქტობრივად ზემოთ ვერაფერი ვერ გადაიგვიდა გესმით მე ხა მე რატო გეუბნებით ამას იმიტომ რომ ერთი არის ჩვენ რას გვეუბნებიან რომელსაც გეუბნებით რომ არასდროს არ დაიჯეროთ ის რასაც პირდაპირ გეტყვია იმიტომ რომ მით უმეტეს რომ ჩვენი ქართული ტელევიზიები არის პრო ამერიკული ნუ პრო დასავლური თუ რაც არის და რაც არის ხო ანუ ჩვენ არ გაგვაჩნია ალტერნატიული ტელევიზია იმისა რომ გვითხრან სიმართლე აბა რა ხდება მეორე მხარეს გესმით ამას პლუს იქ ვენესუელაში კიდე რეები ჯერ სად არის კაცო ეს ასე რომ დამთავრდება ეს ხო ფაქტია ხო და არც დამთავრებულა ჯერც არც არაფერი იმიტომ რომ იქ ძალიან სერიოზული ძვრები მიდის და რომ ყოფილიყო ეს ისე როგორც ტრამპი და ტრამპისტები ამბობენ რომ აი ჩვენ და всё და მორჩა და ყველაფერი მაშინ ახლა იქ ყოველდღე იქნებოდა ვენესუელაში თუ რა ხდება და იმის გამოჩენება მაგრამ არ ხდება რატომღაც ხო არ ხდება იმიტომ რომ იქ სხვანაირი რაღაც სიტუაციები მიდის ესეთი პლუს ეხლა ირანზე რა ხდება ესე იგი სანამ ტრამპი მოვიდოდა მანამდე რამდენი პრეზიდენტიც იყო ბოლო 40 წლის განმავლობაში ესე იგი ყველას ეუბნებოდნენ და ნუ ასე ვთქვათ ავალებდნენ ურიები რომ მიდი და დაბომბე ასე ვთქვათ ირანი დაბომბე მაგის დედავატირი ირანი და ვერავინ ვერ ბედავდა გამიგე ამან კიდე გაბედა აი ორი თვის უკან ერთი ბუთკი რო გაუკეთა ხო გახსოვთ ხო მაგრამ ჩვენ კიდე დავიჯერეთ რომ ამით დამთავრდა ყველაფერი და შეაშინეს და რაღაცა მაგრამ იმით რომ ვერ შეაშინეს იმიტომ გაუკეთეს ახლა ის რაც ხდება იქ ანუ ხალხი აუჯანყეს და ეს ხალხის აჯანყება კიდე საიდან მოდის ესეც ხო ვიცით ხალხო რა აქ არის დიდი ფული ჩაყრილი
რომ ვინაიდან შორიდან ვერვერები და დარტყმები და რაღაცები და ამიტომ მე შენ რევოლუციას გაიგეთებ. გესმით? და ნუ თუ არ გახსენებთ ეს საქართველოს ვარიანტს. საქართველოს ვარიანტს 99-იანი წლები, 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ, იქიდან დაგვიწყეს ჭყიკინი, გამიგეთ? ჯერ რო დაგვატაკეს პირდაპირ რუსეთს, ეს საჭირო იყო. და ის ლაფათკები და იმით ხალხის დახოცვა კიდე ესეც სპეციალურად ეს არ იყო რუსული, ის არა ქვია, ხა გაგიჟდება ხალხი. ეს იყო ამერიკული სპეც დავალება. ეს ასე უნდა გაეკეთებინათ. სწორედ ასე ნიჩბებით, უნდა და თუმცა არც იყო აუცილებელი ნიჩბებით ხალხის დახოცვა. ხო? მაგრამ ეს სპეციალურად გაკეთა იმისათვის, რომ მამასისხლად გადავეკიდეთ ჩვენ ერთმანეთს. დიახ, ჩემო კარგებო, დიახ. და შემდეგ ერთმანეთს გადაგვამტერეს რითაც რა თქმა უნდა ეს თავიდან ვიდო ეს მაგათ პროგრამაში და შემდეგ 93-ში ჩამოდის სოროსი და კაპიკებად ყიდულობს მე საქართველოს. მაგრამ ერთი იყო კიდე რომ ისინი ანუ ეს ომის პარტია მაშინდელი ომის პარტია ამას ვერ გააკეთებდა შევარდნაძის ხელით. ვერ გააკეთებდა. ვიცოდნენ რომ შევარდნაძე ვინც იყო და რაც. გამიგე? ამისათვის საჭირო იყო მით უმეტეს ჩვენ ქართველები ვართ, კარგად შეგვისწავლეს. ისა უნდა გამოარჩინოს ესეთი პიროვნებები ცხონებული ზვიადის და მერაბის სახით, რომ ისინი უნდა ყოფილიყო ზედმეტად პატრიოტები, ზედმეტად პატრიოტები, ზედმეტად განათლებულები, რომ მათთვის დაეჯერებინა ხალხს. ეს იყო გამოყენებული და ჩვენ კიდე ღორჯოსავი წამოვეკიდეთ ამ ყველაფერს და იმის შემდეგ პლიუს ორი საქმე გააკეთეს, ესე იგი დაგვაჯახეს რუსეთს. მეორე ჩვენივე თავით ჩვენ გავანადგურეთ ერთმანეთის კიშპობით, ну რა თქმა უნდა ესეც იქიდან იყო ყველაფერი დაგეგმილი, რომ კარგად დაეგრიათ ეს ქვეყანა და მე კაპიკებში გვიყიდეს. ეს არის ბიზნესში კიდე იგივეა. რომელიც შემდეგ პოლიტიკაში გადმოიტანეს. და მე რატო გეუბნები ეს ტრამპი, ну რა თქმა უნდა ყველა მილიონერი და მილიარდერი რაღაცები ყოველთვის ასია რომ ვიღაცის ხარჯზე უნდა გამდიდნენ, ხო? თუ ისა ზუსტად გინდათ, მაშინ გაგახსენებთ Pretty Woman, ყველა ხარ დაყურები, ხო? ლამაზი გოგო თუ როგორ არის მაგ. ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი რო თამაშობს, ხო? იქ მომენტია ეს თვითონ ბიზნესმენი რო არის, ხო გახსოვთ და აი რა საკეთებო შენო რითი შეულო პლუს აი ესე კორპორაციების კომპანია რაღაცას დავანგრევო, გავაღატაკებო ნელ-ნელაო, შემდეგ ვიყიდიო როცა გავაღატაკებ ბოლომდეო და მე ნაწილ ყიდიო, ხომ ასეა? წამები. აი ეს პოლიტიკა ქონდა, ასეთი ბიზნესი ქონდა ტრამპს და აი ამ ბიზნესის სტილი გადმოყავს ახლა იმაში რა ქვია პოლიტიკაში. ეხლა ამბობს რომ ისაო კაცო გრენლანდია მინდაო. მინდა აი რა დონის სამყაროში მოგვიხდა ახლა ბოლო ასე ვთქვათ ბოლო აწლეული ცხოვრება ხახო. ესე იგი მინდა და ბავშვი მინდა და დამთავრდა. არ იყო ეს ადრე არ შეიძლებოდა ასეთი თქმა, გაიგე? ან რომელი სტერი იყო და პოლიტიკოსი ამას თუ აკეთებენ რაღაც მალულად ხალხის სხვა უნდა ეთქვა და სინამდვილეში სხვა საკეთებდნენ. გამიგეთ? ეხლა პირდაპირ მიდის ეგრე ეს მინდა ის მინდა ეს მინდა იმ რატომ იმიტომ და ამიტომ მორჩა დამთავრდა. გესმით? და ავტომატურად რაღაცის მახსენდება. აი ზოროზე კიდე ყველა ხარ დაყურები, ხო? ანტონიო ბანდერასის და ანტონი ჰოპკინსის მონაწილეობით და ასე. იქ არის ერთი მომენტი, როდესაც ეს გრაფია და ვინც არის, ხო? ესე იგი შეკრებს ამ ხალხს და მეუბნება რომ აი ჩვენო უნდა დავითრიოთ კალიფორნიის დამოუკიდებელი ქვეყანა.
ერთი ადგება და ორი და ეუბნება კაცო. მაგრამ ხა მაგათ ვეჭკუბოდო კაცო, სადაგვაქვს მე. არა, ვინ გითხრათო კაცო, ვეჭკუბოდო. ვეომოთო არა, უბრალოდ ვიყიდითო. და მე ანახებს ერთ იმას ოქროს და მე მიყავს ის საიდანაც მოაქვს ეს ყველა ფული რო იყიდონ ეს. გამიგეთ? აქ მოსყიდვაც არის, ყველანაირიც არის, ყველაფერი ხდება და არაფერი არ იმალება. დღეს უკვე ისეთ სამყაროში ვარ, რომ ყველაფერი ხელგაშლად მიდის. ნაგლად, აი, როგორ გითხრათ, დაუფარავად აბსოლუტურად. და ამას კიდე რა თუნდა ახსნა კიდე განმარტება, მაგრამ ხო ხედავ, აი ეს ქართველების ბახსა უხარია კაცო, ვინ იყო რო გამოვიდა ახლახანს კიდე სადღაც შემეფეთა იმაში. Facebook-ში, აი ხო ხალეიშვილი რო არის. ესე იგი, იმაი ხო გააკეთაო, ეხლა ირანსაც დედას უდირებსო და მე მოადგებაო ჩვენს საქართველოსო და ამ ჩვენ მთავრობა და ბიზნესს კიდე კარგი ხება თუ წაიყვანო, მაგრამ სირცხვილიაო კაცო ეს და ამიტომ მე ჩვენ თვითონ გავაკეთოთ. ჯურა უხარია ამ ხალხს, ესე იგი ამერიკა და ევროპა, რომელიც არის, ევროპა ხო საერთოდ გათახსირებული უმაღლეს დონეზე ბოლო ეხლა რაც არის ეს 30-40 უკანასკნამდე გათახსირებული, რომელიც აშკარად გეუბნება. გამოაცხადეს ხო აქ ერთი პირშულან კაცო. სანამ პიდარასიას არ მიღებთ, ყველა დედას გიდირებთო. ეს ოფიციალური განაცხადი იყო. ხო? და ასე დარემდი და ყოფნა კაცო, აი პირდაპირ დაუსვათ ამას კითხვა, ესე იგი. არა კაცო ეს რაფერა შუაშია კაცო, შუაში კი რა თავშია მთლად. 7 წელიწადი გაგვიხრიტეს ტვინი, ესე იგი მოგვიგზავნეს ერთი, მოგვიგზავნეს მეორე რაღაც კითხვა პასუხები, კითხვარები რა შევავსეთ, ერთით შევავსეთ, მეორედ შევავსეთ. აი ეს ორი პუნქტი რო არ მომგდეს, მაინც და მაინც მე როგორც მახსოვს მე 7 და მე 13 იყო თუ არ ამაზე ცალკე მქონდა ვიდეო კიდე დეტალობრივად და ესე იგი რა ვიცი, რა დონეზე დავღეჭე რა მასალა და ყველაფერი, ხო? ესე იგი 500-დან დაიწყეს, მე ჩამოვიდეს 300-დან, მე 150-დან და მე კიდე ყველას უპასუხეს და მე აი ეს ორი პუნქტი მაინც არ დატოვეს. ამიტომ იყო ეს მთავრობამ კიდე რო უარყო ისა რა ქვია ევროპა ჯერჯერობით 2030-მდე. იმიტომ რომ 2030-ში ევროპა სხვა იქნება, სხვა სამყარო იქნება. მოკლედ არ ვიცი რა, ასე დავამყოფ ხალხს რა ეშველება, არც არაფერი არ ეშველება პრინციპში რა. გამიგეთ? მაგრამ აქ მთავარი ხა მე ის გავაჟღერ ერთი რამ და არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს და როგორ ყურს მიაშენებს მე ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს იყო უბედურება ხალხმა, იმიტომ რომ იქიდან დაიწყო ჩვენი ამერიკანიზაცია, ევროპეიზაცია იმ 90-იანი წლებიდან და სამწუხარო ჩვენ კიდე როგორ ფინთი გოიმები წამოვეგეთ ამ ორჯოსავით ამ ანკეს მატყუარას და მართლმადიდებლები, ასე ვთქვათ, ორი მართლმადიდებლური სამყარო დაგვატაკა ერთმანეთს და დააბჭით დღესაც კიდე ზურგიზურგავართ ერთმანეთით, ისე როგორც ეხა უკრაინაში უშვებიან ერთმანეთს და რისი გაგრძელებაც უნდათ კიდე ბიბმა უნდათ კიდე საქართველოში, ვინაიდან ჩვენს მართლმადიდებლები ვიყავით ბატონო და ეხა მე მგონი ბევრმა იცის ხო ეხა ესეც ბიატექსის იყო ნათქვამი და ყველაფერი რომ აი ეს ბჟეზინსკი რო არის და მე კიდე იქით ვინც იყო ის ურიები და ვინც იდეოლოგები არიანი ყველაფერი ამ ამერიკანიზაციისა ესენი აშკარად ამბობდნენ ხო ჩვენი მტერი არის რუსეთი და მართლმადიდებლობა ყველას დიდი მართლმადიდებლური სახელმწიფო დღეს ავია თუ კარგია მაგაზე არ არის საუბარი მე ფაქტობრივად გეუბნები თუ არა ამ მართლმადიდებლობის დარგში ჩვენ ავიკი არ ვარ ჩვენ ვარ საერთოდ გასაწყვეტი ერი აი გაწყვიტო უნდა თავიდან ილია ჭავჭავაძეს აზრები რო გითხარ ნეტაი ის რა ქვია მამყოფაო ჯუზეპე გარიბალდი რევოლუციონერი იყო მაშინ იტალიის ერთი დღე მამყოფაო შემოასწრებოდი ცხენზე და გავხოცავდიო ჩემი თავიდან დაწყებული და მე იქნება ახალი აღმოცენდება რაღაცა იქნება კაცო და მე სხვაზე ვამბობ კაცო მართლმადიდებელი და რაღაც შენ ჩვენს ვიძლებთ ჩვენ ხო ვართ რა მოკლედ ეს არის მოკლე რა ქვია მიმოხილვა ძალიან ზედაპირულად ოღონდ იმიტომ რომ მე მასალებს ვერ განახებ მასალები და რომ ფილმი უნდა გავაკეთო და ერთი ამბავი და მაგის დრო კიდე არა მაგიხ
ძალიან სერიოზული მოვლენები განვითარდება და ამერიკა თავის ბოლოსაკენ მიდის კი ბატონო, როდესაც უნდა დამთავრდეს ერთი სახელმწიფოს ჰეგემონია დედამიწაზე. და ამას მოუღებენ ბოლოს. მოიღება ბოლო უпроსოდ. მოიღება და ამას ჩვენ თვითონ ყველანი ერთად ვნახავთ. მაგრამ ეხლა ვიღაცას თავშია გავარდნილი რომ აი ამერიკა მე რა გეხარია ბიჭო მთელი მსოფლიო ესე მსოფლიო წესრიგს რასაც იძახდნენ იქამდე მიდია ის უნდათ გამიგეთ რომ მთელი მსოფლიო ჩაიგდონ ხელში და მართონ თვითონ მარტო ამას ვერ აფიქსირებენ ვითომ ესენი და რაღაც ამბიციებზე დააყრდნობით ამ თავით კი არ ფიქრობენ გულით ფიქრობენ ეცა მაცალი მოეშვით ამ ფოი აზრებს რაღაც სისულელეებს ხალხო ამერიკა დამთავრდება მალე ანუ ახლა კი არ დაინგრევა და რაღაცა მაგრამ მოსვამენ თავის ადგილას გეყობა ბლატავიო ეტყვიან არა ხარ შენ მარტო ამ დედამიწაზე და შენ არა ხარ აქვია დედამიწის ბატონ პატრონი ურიასაც რაღაცნაირად ნუ ურიები კიდე როგორ არის ხა დააკვირდით უკრაინაში 12 ადამიანის სახელმწიფოს პირველი ლიდერიდან დაწყებული ყველა საკვანძო ადგილებზე ვინც არის ყველა არის ურია ჩემო კარგო გესმით აქ სულ სხვა პოლიტიკა და ძალიან სერიოზული რაღაცებია მაგრამ ახლა ამის გასვლა და ის რა ვიცი აბა კარგით მეგობრებო მოკლედ მირეკავენ მე ხო და დასასული ვარ ადგილას მრავალს დაესწარეთ კიდევ რა ვიცი ხარ რაც გავაკეთე მოკლედ და ზედაპირული ის იყო მაგრამ იქით შევეცდები სხვა თემებსაც კიდე შევეხები და მექნება მოკლე ჩართვები როგორც გითხარით და ნახოთ აპრილის ბოლომდე არის ვადა მე ვეღარ ნახავთ აბა კარგად მომავალ შეხვედრამდე